ქედის სათემო რადიო, შენი ამბავი, ჩვენი ეთერი. აქ ქედა ლაპარაკობს, შენ უსმენ ქედის ხმას. მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო. ჩემი გადაცემები ეხება ადამიანებს, რომლებიც მუნიციპალიტეტს ამოძრავებენ, ადამიანები, ვის პასუხისმგებლობაზეც არის ისეთი საქმეების კეთება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის საზოგადოებისთვის. დღეს გადაცემაში ვსაუბრობთ იმ სფეროზე, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილია. ეს არის სატრანსპორტო სისტემა, ავტომობილები, მომსახურება, ადგილობრივების გადაადგილება. ბატონი მალხაზი, ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს ახალი დირექტორია, ის კარიერის დიდ ნაწილს ბათუმში ატარებდა სხვადასხვა კომპანიებში, წამყვან თანამდებობებზე და რომ დავფიქრდეთ, ქედაში გადმოსვლით, მან აირჩია ახალი გამოწვევები და ამ გამოწვევებთან ბრძოლაც, იმიტომ რომ ისეთ სისტემაში არის ჩართული, რაც რეალურად ნიშნავს საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვას. როგორც კოლეგები ამბობენ, ის გულწრფელი, შრომის მოყვარე და სიახლეების მაძიებელი ადამიანია. ეს არის მოკლე შესავალი და დანარჩენი მნიშვნელოვან საკითხებს და საინტერესო აქცენტებს მისი მხრიდან მოვისმენთ. მე შასე დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს დირექტორი მალხაზ დიასამიცი. ალბათ თუ დააკვირდებით, ჩემი ყველა გადაცემა რატომღაც იწყება ზოგადი თემებით, ან თავდება პიროვნული გადახვევებით. ამიტომ ნებისმიერ სტუმართან ყოველთვის მაინტერესებს პიროვნული ნაწილი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში პიროვნულობა და ის ღირებულებები, რაც გაქვს ადამიანს, განსაზღვრავს შენს შემდეგ საქმიანობას და შენს მიდგომებს. ამ შემთხვევაშიც გთხოვთ მიპასუხოთ, ვინ ხართ პროფესიის მიღმა, სად დაიბადეთ, როგორი იყო თქვენი ბავშვობა და ზოგადად ამ თემის ირგვლივ რომ იტრიალოთ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს და მიხარია რომ ასეთი პროექტი განხორციელდა ქედის მუნიციპალიტეტში. მე მოგეხსენებათ დავიბადე ქედაში, ქედის რაიონში, სოფელ გულებში, რაც ძალიან მიხარია და მოხდებას გამოვთქვა, იმიტომ რომ მე ისტორიული სოფელში ცხოვრობ და იქ გავიზარდე. არც თუ ისეთი ბავშვობა მქონდა, როგორც დღეს ბავშვებს აქვთ. ჩვენი დროს მოსავლეები და სოფელში ისე ვიზრდებოდით, რომ სკოლის შემდეგ პერიოდში ვატარებდით უფროსებთან ერთად სამეურნეო სამუშაოებს, რასაც დღეს ეს მოსავლეებს არ აქვს და ჩვენი დროისთვის ვიყავით ძალიან ცოტა დაძაბულო ცხოვრებაში, ვთქვათ ასე. ხომ ესმის, იმიტომ რომ მიუხედავად გადასაკეთებული სხვაობისა, მსგავსი პროცესი და ბავშვობა მეც მაქვს გამოვლილი, იმიტომ რომ სკოლის შემდეგ მქონდა ბევრი საქმე. და ამასთან ერთად ერთვის რომ მრავალწლიან ოჯახში გავიზარდე და ესეც დიდ როლს თამაშობს, რომ ყველა ერთნაირად ვერ გაიждები და ყველა ერთნაირად ვერ მიიღებთ იმ განათლებას, რაც გჭირდება ახალ მოსწავლეს თუ მაინტერესებს ბავშვობას იხსენებთ ასე. რა გამოგვყავთ ბავშვობიდან, რაღაც ისეთი ჰობი ან ბავშვობიდან როგორც ასეთი ხობი დავარქმევდი, რომ მიყვარს თევზაობა, ნადირობა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ვერ უთმებ ჩემ ჰობს შესაძლებლად დროს. ისეთი რაღაცები დაასახელეთ, რაც განტვირთვისთვის ან სხვა ფიქრებში წასასვლელად ძალიან ეხმარება ადამიანს. ამიტომ რაც გულით გინდათ აუცილებლად უნდა გააკეთოთ. ეხლა რომ პიროვნულობას თავი დავანებოთ და უფრო სიღრმისეულად წავიდეთ, როგორ ადამიანად მიგაჩნიათ თქვენი თავი? რა ტიპის ხართ, ლიდერი, პრაქტიკული თუ ეს რაიმეზე არის დამოკიდებული თქვენი აზრით? ალბათ ვფიქრობ უფრო ლიდერი, იმიტომ რომ როდესაც მართავ საწარმოს ხარ დირექტორი, ან ყავს ოჯახი და ასე შემდეგ, უფრო ლიდერი ხარ, ამ შემთხვევაში ასე ვფიქრობ მე. ანუ გამოცდილება გაძლევს იმის საშუალებას მაძლევს რომ იყო ლიდერი. რა თქვენ რომ რაღაცა იდეა გაქვთ, გუნდი იმის განხორციელებაში და გუნდი ავიყოლიო აი ამ თემებში, ან სხვადასხვა. კი ბატონო, სწორად შეგიმჩნევიათ ეგ მომენტი. ეხლა საინტერესო არის, ანუ სანამ სტუმრებს ვიწვევდე ჩვენს გადაცემაში, მანამდე მცირე მოკვლევას ვატარებ რა გამოცდილებებით არიან, რა შესაძლებლობებით და ასე შემდეგ. ანუ აქ მოსვლამდე რა ეგრეთ წოდებული ბექგრაუნდი აქვთ.
ამიტომ აი თქვენ შემთხვევაში როგორც ვიცი მუშაობდით ბათუმის წყალში, სოკარგაზში და ასე შემდეგ. აი რა გზა გაიარეთ იქიდან ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმომდე? ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე შეფესე ჯორჯია გაზი აჭარისთან ერთად მუშაობაში და უკმაყოფილებას წარმოთქვამ და გამოთქვამ იმით რომ ჩემს ქალაქში, ჩემს ბათუმში გაზიფიცირების მშენებლობაში და ექსპლუატაციის მიღებაში დიდი წვლილი მაქვს მიღებული და რა ვიცი რა მე კმაყოფილი ვარ ჩემი ხედვით და ჩემი ნამუშევარით იქ რაც გავაკეთე ჩემი ბათუმისთვის და ჩემი ქალაქისთვის. ძალიან საინტერესო არის. და ამავდროულად მიმუშავე გარკვეული პერიოდი ბათუმის წყალში წყალმომარაგების სამსახურის ხელმძღვანელად და იქაც დაახლოებით გარკვეული ნაწილი წყალმომარაგების სისტემა და სანიაღო ქსელების სისტემით ჩემი დაგეგმილი შესრულებულია და აქაც დიდი გამოცდილება მივიღე იმისთვის რომ ჩემს ქალაქს და თანაქალაქელებს ეცხოვრათ ისეთ კომფორტულ ქალაქში რომელიც არის დღეს ბათუმი. დიახ, ანუ საინტერესო გამოცდილებებზე ყვებით. რეალურად თქვენ გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება მომსახურების სფეროში და არც არის გასაკვირი რომ თქვათ ავტოსატრანსპორტო საწარმოსთან მიმართებაში გაქვთ ახალი იდეები, მიდგომები და ასე შემდეგ. აი თქვენს წარსულ გამოცდილებას რომ თვალი გადავავლოთ, რა პროექტი გახსენდებათ ისეთი, რომელსაც სიამაყით გაიხსენებდით. თქვენს იქ მუშაობას ეხლაც რომ გაგვირდებით, იხსენებთ სიამაყით და რაღაცა თავდაჯერებულად ამბობთ ამ ყველაფერს, მაგრამ რომ გამოყოთ რომელიღაცა პროექტი, რომელიც განსაკუთრებული იყო და საზოგადოებაზე ორიენტირებული, საზოგადოებას რომ კარგად დაამახსოვროთ. აი ამაზე რომ გააკეთოთ აქცენტი. მოგეხსენებათ ჩემი ბათუმში მოღვაწეობის დროს ასეთი თოდოგავრის დასახლება იყოს, რომელიც მართლაც ჭაობშის მოქცეული იყო და იქ ჩემი პროექტის განხორციელებით წყალმომარაგების სისტემა და სანიაღო ქსელების აღდგენა და ახალი სისტემის გაშვება მოხდა და ამით დიდი კმაყოფილებას ჩვენი რადიო მსმენელებისთვის ალბათ არც არის გასაკვირი, რომ ეს გადაცემები ეძღვნება ადამიანებს, მათ ისტორიებს, მიმდინარე საქმეებს, რომლებიც ქედაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და ვერ შორდებიან ქედას. ეხლა თქვენ შემთხვევაში სულ სხვანაირად არის თქვენ ბავშვობა გაატარეთ, მაგრამ გააზრებული ცხოვრება და ის პერიოდი, როცა ღირებული რაღაცების შექმნა შეგეძლოთ და შეგიძლიათ, ნაწილი გაატარეთ ბათუმში და იქ მუშაობდით, მაგრამ დრომ ისე მოიტანა და ალბათ სურვილმაც რომ დაბრუნდით მშობლიურ ქედაში. აი აქ დაბრუნება ამ ავტოსატრანსპორტო საწარმოში მუშაობის დაწყება თქვენთვის როგორი იყო? ეს იყო შესაძლებლობა თუ ეს იყო გამოწვევა, რომელზეც უნდა გქონოდათ საპასუხო რეაქცია? ეს ჩემთვის ადვილი გადასაწყვეტი არ იყო, რადგან ცხოვრობდი ბათუმში და მუშაობდი სხვა მუნიციპალიტეტში, რადგან ოჯახთან დაშორებულით ხარ და გრძნობ რაღაცნაირად უფრო განმარტოვებულად და ეს ჩემთვის არ იყო ადვილი გადასაწყვეტი, მაგრამ ჩემთვის ეს გამოწვევაც არის და შესაძლებლობაც, რადგან მომეცა საშუალება ჩემი ქედისთვის, ჩემი მუნიციპალიტეტისთვის გავაკეთო ის, რაც შემიძლია და რა პრაქტიკაც მიღებული მაქვს და რა გამოცდილებაც მაქვს მე. მინდა რომ ჩავდო ეს ჩემი ქედისთვის და ჩემი თანა რაიონელებისთვის რომ იყოს ერთ-ერთი წარჩინებული რაიონი, მუნიციპალიტეტი, რადგან უფრო უკმაყოფილი მოსახლეობა გვყავდეს და თუ მივიღებ ამაში მონაწილეობას, ვთვლი რომ ეს მე ვალდებული ვარ ასე მივხვდო დღეს. როგორც ავტოსატრანსპორტოს დირექტორმა, როგორც სატრანსპორტოს ხელმძღვანელი და მივაქციო ამ სფეროს დიდი ყურადღება დავუთმო. აი საუბრიდან გამომდინარე დიდ სიყვარულს დებთ ამ ყველაფერში გეტყობათ და უშუალო შეხებაც გვაქვს ამ საქმესთან ორივეს. შეიძლება ჩვენთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი ორგანიზაცია ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმო რას აკეთებს, რა პროგრამებს ახორციელებს, მაგრამ არიან ადამიანები, თქვათ, ვისთვისაც საერთოდ არ იყოს ეს ცნობილი და სადღაც უხილავი იყოს ამ ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციაც, მათი საქმიანობაც და ასე შემდეგ. ამიტომ აი კარგად და საზოგადოებისთვის უფრო ნათელი რომ იყოს, რას საქმიანობს ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმო, რა პროგრამებს ახორციელებს, აი ამის შესახებაც რომ გვესაუბროთ.
ნამდვილად სწორედ აღნიშნეთ, ჩვენ ერთ-ერთი იმის გუნდის შემადგენელი ვართ, რაც ავტოსატრანსპორტოში მუშაობს და დასაქმებული არიან ჩვენი თანამშრომლები. ჩვენი თანამშრომლები ზოგადად არ ჩანს ისეთ საქმეებს აკეთებენ, რაც ჩვენი მოძრავი და გადაადგილებელი სატრანსპორტო საშუალებებისთვის აკეთებენ. და ამიტომ მე ვისაგებებ შემთხვევით და მადლობას გადავხდი იმ ძლიერ გუნდს, ვინც ყავს გვერდით და დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც იგივეს ფიქრობენ, როგორც მე, იყვნენ ერთგულები და მოტივირებული იმისთვის, რომ აკეთონ ჩვენი მუნიციპალიტეტის საქმე და მათ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არც ერთ ჩვენს თანამშრომელს არ აშლება. დიახ, სწორ აქცენტებს აკეთებ თანამშრომლებზე და ის ასეთი შეფასება, მოტივაციის მიცემა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ხა ავტოსატრანსპორტო საწარმო გარდა იმისა, რომ უზრუნველყოფს მოქალაქეების გადაადგილებას, რა პროგრამების ფარგლებში ხდება ეს. მე როგორც ვიცი, თქვენ ერთ-ერთ პროგრამას ახორციელებთ, ამბულატორიული მომსახურების პროგრამა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, იმიტომ რომ ამ პროგრამის მეშვეობით ხდება ექიმებისა და ექთნების გადაადგილება ადმინისტრაციულ ერთეულებში და კიდევ სხვა პროგრამები, რომელიცაც იმიტომ რომ თქვენ გააკეთოთ აქცენტები და თქვენ საუბრობთ. ნამდვილად აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვიმსახურებით 10 ერთეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც ამბულატორიული მომსახურებას უწევთ ჩვენი ოჯახის ექიმები. და ამასთან ჩვენ დიდი ღვაწლი გვაქვს, რომ ვიმსახურებით ავტოტრანსპორტის საწარმოს მანქანებით, რაც უზრუნველყოფს ექიმების გადაადგილებას და იმ მოსახლეობასთან მისვლას, ვისაც უჭირს და გამოძახება და სასწრაფო ექიმი ჭირდება. ამ შემთხვევაში ჩვენ კმაყოფილებას გამოვთქვამთ იმით, რომ ჩვენი მომსახურებით ოგნის ექიმია ამბულატორიის თანამშრომელი დაახლოებით თვეში სრულ 1000-1500 მოქალაქეს უწევს დახმარებას. კი ბატონო, და ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დროში არ იქნება ეს გაწელილი და როცა მოსახლეობა სჭირდება, რომ ექიმი მივიდეს სახლში, რა თქმა უნდა, სწრაფი უზრუნველყოფა ყოფა, რადგან ის ამბულატორია იმ დასახლებაში ახლომდებარეა და უფრო სწრაფად მივა, ვიდრე სხვა გამოძახებები რომ ჩაება. კი ბატონო, ასევე მინდა მესაუბროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამაზე, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის და ამაზე რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმაოდ კარგად გვაქვს შემუშავებული დაწყობილი. მართალია რომ ერთი მუნიციპალური ტრანსპორტი ხავს, მაგრამ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ადგილობრივ მერიასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, რომ უფრო შემოვიყვანოთ დიდი რაოდენობის ავტობუსები ან მიკროავტობუსები და თემებში გადავანაწილოთ და ჩვენ მოსახლეობამ კომფორტულად გადაადგილდეს და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი ვართ, რომელიც მაღალმთიან აჭარაში პირველი ვართ შეღავათიანი ტარიფებით რომ ემსახურებით სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. დიახ. ძალიან კარგია ეს პროგრამა და ზოგადად ის რომ ადამიანების გადაადგილება ქედა ბათუმის მიმართულებით არის უზრუნველყოფილი და შეუჩერებლად ყოველ ნახევარ საათში გადის ქედიდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით. და კარგია რომ ისიც დაანონსეთ რომ კიდე იგეგმება ამ ავტომობილების შემოყვანა და აქვე მინდა ერთ-ერთ გამოწვევაზეც გესაუბროთ, იმიტომ რომ და თქვენც რომ თუ დამეთანხმებით ამ მიმართულებით, ერთია როცა ქედიდან ბათუმის ან პირიქით მიმართულებით მოძრაობს ავტომობილები და ამ ხრივ მოსახლეობას არ ექმნება გადაადგილების პრობლემა, თუმცა არის დაბა ქედის იქით არსებული სოფლები ან ადმინისტრაციული ერთეულები, რომლებსაც ფიქრობ რომ სჭირდებათ მსგავსი ტრანსპორტი და ამ მიმართულებით რას გეგმავთ, რა იდეები გაქვთ? აი ზუსტად დღევანდელი დღის მონაცემებით და უკვე მიმდინარეობს ჩვენ ზემო ადმინისტრაციულ ერთეულებში შევიყვანოთ მიკროავტობუსები და ისარგებლონ ჩვენმა მოსახლეობამ უფრო კომფორტულად და უფრო სწრაფი გადაადგილებისათვის. გარდა ამისა, საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვემსახურებით არა მარტო ქედა ბათუმის მიმართულებით, არამედ შიდა ტერიტორიაზე დაბა ქედის მიმდებარე ტერიტორიებზე ელექტრომობილი ემსახურება სრულიად 9 საათიდან 6 საათამდე 5 წუთის ინტერვალში, რომელიც უფასოდ გადაადგილდება ჩვენი თანაქედელები და ჩვენი მოსახლეობა, რასაც უზრუნველყოფს
კომფორტულად და თავს გრძნობენ ისე ალბათ როგორც საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას ესე. თან აქვე უნდა კი ბატონო ძალიან კარგი არის ეს მომსახურება ქედაში და ნამდვილად დაგეთანხმებით ამ ბავშვი თან მით უმეტეს როცა ეს არის ეკომეგობრული ავტომობილი, ელექტრომობილი და არ იყენებს სხვა თქვათ ბენზინს და სხვა რესურსებს. რა თქმა უნდა ეს არის სულად ეკოლოგიურადაც სუფთა და აქედან გამომდინარე რომ ის არ მოიხმარს საწვავს და ის გადაადგილდება ელექტროენერგიის დამოხტვის შემდეგ და ესეც ერთ-ერთი იმის მანიშნებელია რომ ეკონომიასაც ხარჯსაც ამცირებს ავტოტრანსპორტის ეხლა კი მაინტერესებს თქვენი ხედვა როგორ გსურთ ან როგორ გინდათ რომ განვითარდეს ეს საწარმო შემდეგ 2-3 წელიწადში რა გეგმები გაქვთ რა ინიციატივები და ამაზე გააკეთეთ ეს არამარტო ჩემი სურვილია არამედ მუნიციპალიტეტის სურვილია რომ სრულიად ყველა თემში იყოს მუნიციპალური ავტობუსი ან მიკროავტობუსი რათა მოხდეს ის სრული შევსება ადმინისტრაციულ ერთეულებში რადგან მგზავრთა გადაყვანა იყოს უზრუნველყოფილი ყველა ადამიანისთვის და ხელმისაწვდომი იყოს ამ განაცემის დასასრულს კი მინდა გკითხოთ რას ნიშნავს თქვენთვის პასუხისმგებლობა როგორც საჯარო პირისთვის ისეთ პატარა მუნიციპალიტეტში როგორც ქედა ჩემი პასუხისმგებლობა არის ქედა რასაც ქვია და მემსახურები იმ ქედას რაც ჩვენ ვისაუბრეთ ამ ზევით ჩამოთვლილი მონაცემებიდან ყველა იმაზე პასუხისმგებელი პირი ვარ და მართლაც გულწრფელი ვიქნები და რომ არის ქედა პასუხისმგებელი ჩემი და ჩემი ხალხი ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. ვფიქრობ ძალიან კარგ და საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ, რაც ჩვენს მოსახლეობას გამოადგება. იყო ასევე სამომავლო გეგმები, რაც ისევ საზოგადოებაზე არის ორიენტირებული და მათ ცხოვრების გაუმჯობესებაზე. მე დაგემშვიდობებით, გისურვებ წარმატებებს და იმ გეგმების და მოლოდინების გამართლებას და განხორციელებას, რაც გაქვთ თქვენ, როგორც ამ ორგანიზაციის დირექტორს, თვითონ ამ ორგანიზაციის მიმართ და საზოგადოებას თქვენი ორგანიზაციის მიმართ. მადლობა და დაგემშვიდობებით. მადლობა თქვენ ამ გადაცემისთვის და წარმატებებს გისურვებ თქვენ მომავალ კარიერას და მადლობა რადიოს. მადლობა თქვენ. სათემო რადიო ქედის ხმაში ევროპული ამბების დროა. ევროპის დამაკავშირებელი მექანიზმის ფარგლებში ევროკომისიამ 94 სატრანსპორტო პროექტი შეარჩია, რომლებიც ევროკავშირის გრანტების სახით თითქმის 2.8 მილიარდ ევროს მიიღებენ. ეს პროექტები მიმართული არის როგორც რკინიგზის, შიდაწყლის გზებისა და საზღვაო მარშრუტების მოდერნიზებით და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ევროპის რეგიონების და ქალაქების ჩრდილოეთიდან სამხრეთის ან აღმოსავლეთიდან დასავლეთით უკეთ დაკავშირებას, არამედ ევროკავშირის შიდა ბაზარს უფრო კონკურენტუნარიანსა და მდგრადს გახდის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაფინანსების უდიდეს წილს მთლიანი თანხის 77%-ს რკინიგზის ტრანსპორტი მიიღებს და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მაგალითად საბერძნეთი და სლოვაკეთი გაუმჯობესებს სარკინიგზო ტრანსპორტის სისტემას. ასევე დაგეგმილი არის ჩეხეთსა და პოლონეთში მაღალსიჩქარიანი რკინიგზის ხაზების განვითარება. გარდა ამისა, ევროკავშირის წევრ 11 სახელმწიფოში 32 პროექტი დაიწყებს განხორციელებას სარკინიგზო მიმართულებით, რაც რკინიგზის ტრანსპორტის უსაფრთხოებაზე იქნება ორიენტირებული და საზღვრებს შორის თავსებადობაზე. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მწვანე პროექტებსაც, იმიტომ რომ ასეთი პროექტები მიმართული იქნება საზღვაო და შიდაწყლის ტრანსპორტის გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად. და ასევე განხორციელდება ისეთი პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება იმისკენ, რომ ნავმისადგომებზე მყოფი გემებიდან გამონაბოლ ქვები მაქსიმალურად შემცირდეს და განახლება მოხდეს სანაპირო პორტების.
საგზაო ტრანსპორტში უსაფრთხო და დაცული საპარკინგი ადგილები აშენდება ან განახლდება 10 წევრ სახელმწიფოში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და რუმინეთში. საჰაერო მოძრაობის მართვის პროექტებიც გააგრძელებს წვრილი შეტანას ერთიანი ეროვნული ევროპოლის განვითარებაში, რათა შექმნას უფრო უსაფრთხო, ეფექტური და მდგრადი საავიაციო სისტემა. მდგრადი ტრანსპორტისა და ტურიზმის კომისარმა აპოსტოლოს ციციკოსტასმა განაცხადა, ევროკავშირის დაფინანსებით თითქმის 2.8 მილიარდი ევროს ოდენობით ჩვენ ვასრულებთ ევროპის დაპირებას თანამედროვე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის შესახებ. ეს 94% პროექტი არა მხოლოდ გაზრდის საზღვრისპირა კავშირსა და ეფექტურობას, არამედ გაზრდის კონკურენტუნარიანობას მთელს კონტინენტზე. ზემოთ ჩამოთვლილ 94 შერჩეულ პროექტზე ხელშეკრულებების გაფორმება სავარაუდოდ 2025 წლის ოქტომბრისთვის დასრულდება და შედეგები ამჟამად წინასწარია და ოფიციალური გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომისია მიიღებს შესაბამის დაფინანსების გადაწყვეტილებას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 94 პროექტი შეირჩა 258 განაცხადიდან, რომლებიც წარდგენილი იყო წინადადებების ბოლო კონკურსის ფარგლებში, რომელიც 2025 წლის 21 იანვარს დასრულდა. უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ევროპის დამაკავშირებელი მექანიზმი 2014 წლიდან დაარსდა და დაარსებიდან მოყოლებული დღემდე ტრანსპორტის სექტორში 1861 პროექტს დაუჭირა მხარი, რომელთა ჯამოღირებულება 47.34 მილიარდი ევროა. ევროპის დამაკავშირებელი მექანიზმის ტრანსპორტის პროგრამის 2021-2027 წლების ბიუჯეტი 25.8 მილიარდი ევროა. ეს ხელმისაწვდომი არის პროექტების დასაფინანსებლად ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში, ასევე უკრაინასა და მოლდოვაში, ორ ასოცირებულ ქვეყანაში. მიმდინარე შერჩევით ამ ბიუჯეტის 95% უკვე გამოყოფილია. ამ ძალიან კარგი და საინტერესო ინფორმაციით მე ჩვენს მსმენელებს დავემშვიდობები მომავალ გადაცემამდე და მომავალ რუბრიკამდე.